შუა დღემშვიდობის გადაცემის ეს ნაწილი მოვფიქრობ განსაკუთრებულად საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ ეს არის შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვება არავის არ უნდა და ძალიან ინანებს ყველა, ვინც ამას გააკეთებს. შესაბამისად, თუ აპირებთ, რომ უახლოეს მომავალში სწავლა გააგრძელოთ საზღვარგარეთ, თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს და ჩვენი სტუმრები უფრო კარგად გაგაცნობენ იმ დეტალებს, რომლებიც დაგჭირდებათ მომავალში. საქმე იმაშია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ნინო ჭელიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და ჟანი ბლავოარი, მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. როგორც ვიზით, აპლიკაციით მოხდება ხომ სურველების მიღება და საინტერესოა კონკრეტულად განათლების რომელ საფეხურს მოიცავს პირველ რიგში ალბათ ეს პროგრამა. მოგახსენებთ, ჯერ კონკრეტულად მინდა დავიწყოთ, რომ ეს არის ის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფოსა და საფრანგეთის სახელმწიფოს შორის შედგა ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს საქართველოდან სამაგისტრო ხარისხის განათლება მიიღონ საფრანგეთში. რა თქმა უნდა, განათლების საერთაშორისო ცენტრს მანამდეც ჰქონია პროგრამები, სადაც სტუდენტები თვითონ მოიძიებდნენ უნივერსიტეტს, მოვიდოდნენ ჩვენთან და შემდგომში ჩარიცხვის ფურცლით ხდებოდა ამ აპლიკანტების განხილვა და შემდგომში დაფინანსება და მათ შორის საფრანგეთშიც, მაგრამ აი ესეთი მასობრივი მოცულობითი პროგრამა, რომელიც 20-მდე ახალგაზრდას მისცემს საშუალებას ამ პირველ ეტაპზე, 3-წლიანი კონტრაქტის პირველ წელს საშუალებას რომ ისწავლონ საფრანგეთში ჯერ არ ყოფილა. ასე რომ ეს ძალიან დიდი სიახლე და ძალიან მისასალმებელი სიახლე იყო ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, საგანმანათლებლო ურთიერთობებში, ესე ვთქვათ. რაც შეეხება თვითონ პროგრამას, სად შეძლებენ სწავლას, როგორც მოგახსენებთ, ეს არის სამაგისტრო პროგრამა, შესაძლებელია იყოს მასტერ 1 ან მასტერ 2 და შეუძლიათ ისწავლონ საფრანგეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ უნივერსიტეტსა და სკოლაში. თვითონ არჩევენ, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენც მივეხმარებით ჯერჯეროში იმ თვალსაზრისით, რომ მივცემთ საშუალებას იმ სპეციალობით შესაბამისი საუკეთესო სკოლაში არჩიონ. ჩვენი დახმარება. პრიორიტეტული მიმართულებები არის, როგორც ვიცი, რომელიც არის საქართველოს მხარისთვის უფრო პრიორიტეტული, უნდა ალბათ რომ დაბრუნდეს, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ამ მიმართულებით. რა არის ეს პრიორიტეტული? საინტერესო იყო ზუსტად შემოსვლამდე ვლაპარაკობდით მე და ბატონი ლავოარი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება ეკითხება საქართველოს თუ კონკრეტულად რა დეფიციტი აქვს საკადრო, იმისათვის რომ ეს დეფიციტი ერთობლივად იქნეს შევსებული, ჩვენი ერთობლივი თანხითა და ძალისხმევით. და საფრანგეთის ყველა უნივერსიტეტი მოიაზრება. საფრანგეთის ყველა უნივერსიტეტი მოიაზრება, როგორც, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ფრანგულენოვანს მიენიჭება, ფრანგულენოვან პროგრამებს მიენიჭება, თუმცა ინგლისურენოვან პროგრამებზე შეუძლიათ სტუდენტებმა ისწავლონ. ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა, ეს უკვე ჩვენს ვებგვერდზედებს და ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს ვურჩევთ, რომ შევიდნენ ვებგვერდზე www.iec.gov.ge და გაათვალიერონ თუ რა სპეციალობების ჩამონათვალი არის. საკმაოდ ფართო არის, განათლებიდან დაწყებული, დამთავრებული ადმინისტრაციითა და მენეჯმენტით პრაქტიკულად ყველა სპეციალობა არის ჩამოთვლილი, სოციალური, ზუსტი მეცნიერებანი, მათემატიკა, ალგებრა, კი, მართლა ძალიან საბუნებისმეტყველო, სოციალური, ჰუმანიტარული, ნებისმიერი. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელიც უნდა დაადმაყოფილოს ამ 20 ადამიანმა, იმიტომ რომ ძალიან მომხიბლავად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ელით საპასუხოს მათ. რა თქმა უნდა. მოთხოვნები არის შემდეგი. ზოგადად მინდა ერთ განსხვავებაზე დავილაპარაკო. ჩვენი დიდი პროგრამა, რომელსაც გაზაფხულს გამოვაცხადებთ, ითხოვს იმას, რომ ჯერ სტუდენტი ჩაირიცხოს უნივერსიტეტში და შემდგომ მოვიდეს ჩვენთან. ამ შემთხვევაში ეს პროგრამა ცოტა სხვანაირად მუშაობს და ქვია დასპონსორებული, ანუ დაფინანსებული სტუდენტის პროგრამა. ჩვენ ჯერ სტუდენტებს შევარჩევთ და შემდგომში პროვიზიული გრანტის გაცემის შედეგად მათ შეუძლიათ რომ შეიტანონ სხვა უნივერსიტეტებში. რა არის მოთხოვნა? მოთხოვნა ზუსტად ისეთივეა, როგორც ნებისმიერ საერთაშორისო, ვთქვათ, უცხოურ უნივერსიტეტს ექნება. ეს არის აპლიკაციო ელექტრონული ფორმა, რომელშიც უნდა დაიწეროს მომცველობითი სამოტივაციო წერილი, სადაც სტუდენტი ეცდება დაამტკიცოს თუ რატომ ის და არა სხვა უნდა შეირჩეს ამ მიმდინარე კონკურსში. რა თქმა უნდა, სპეციალობა უნდა იყოს შერჩეული სწორად. და უნდა იყოს 2 სარეკომენდაციო წერილი, GPA წინა დამთავრებული საბაკალავრო ხარისხის, რომელიც 3.0-ზე ან შესაბამისი კალკულაციის შემთხვევაში იყოს მაღალი, სარეკომენდაციო წერილებზე უკვე მოგახსენეთ და სამუშაო გამოცდილება.
კრიტერიუმების მიხედვით შემდეგ უკვე ორივე მხარე თანაბრად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, რომელი სტუდენტი გაემგზავრება თუ რა თქმა უნდა. ეს არის საერთო გადაწყვეტილება, უბრალოდ არც მხარეების არ ვირჩევთ, არის საერთაშორისო შემრჩევი კომისია და საერთაშორისო შემრჩევი კომისია, რომელიც როგორც ფრანგული მხარის, ასევე ჩვენი ნომინაციით არის შეკრებილი და რომლის სახელი და გვარი გასაჯაროვდება ასევე ჩვენს ვებგვერდზე, გადაწყვეტს თუ ვინ წავა სასწავლებლად საფრანგეთში, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, ეს არ არის თქვა ხელის აწევით და კენჭისყრით გადაწყვეტილება, ეს არის ქულებით. ანუ ქულების დაგროვების შედეგად top 30% ჩამოიჭრება გამარჯვებულებში და ისინი დაფინანსდებიან საფრანგეთში სასწავლებლად. დღევანდელი გადაცემა ჩვენ დავიწყეთ ფრანგი ავტორების წარდგენით, მარცელ პრუსტი და რომენ გარი წარვადგინეთ და მნიშვნელოვანია ის, რაც საფრანგეთი აკეთებს და ეს თავისი კულტურის ექსპორტი არის ყველაზე მეტად, რაც შეიძლება გაგვიხარდეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ კონკრეტული პროექტისთვისაც და ფრანგული მხარე როგორ უყურებს აი მსგავს პროექტებს ძალიან ხშირად ახორციელებს და ძალიან დიდ ყურადღებას თანხებს უთმობს ამ ყველაფერს და აი რატო აინტერესებს აი რატო აკეთებს ამას Alors, je voudrais d'abord, je voudrais simplement, avant de répondre à votre question, dire que le gouvernement français remercie le gouvernement géorgien engagé dans ce programme, gouvernement français, c'est de pouvoir bénéficier de toute l'arsenal ამ პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ამ სტატუსის შესაბამისად იქნება ყველა ამ პრივილეგიით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, რომელიც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. Dans les propos tenus récemment par le nouveau Premier ministre, ჩვენ გვგსურს მართლაც რომ იგი ჩავერთოთ და გამოვეხმაუროთ ბატონი კვირიკაშვილის, ბატონი პრემიერ-მინისტრის გამონათქვა, სადაც და უპასუხოთ საქართველოს საჭიროებებს და მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს სახელმწიფოს ახალი სპეციალისტების სწავლა განათლებასა და ჩამოყალიბებაში. და რაც აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვპასუხებთ ჩვენი პარტნიორის საჭიროებებს და ამ საერთო პროგრამის საშუალებით ჩვენ გვეყოლება გაცილებით მეტი ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც შეძლებს საქართველოს მართვას და მის მიახლოებას ევროკავშირთან და ჩვენ ვაკავშირებს ვიზიარებთ საქართველოს თავრობასთან ერთად. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიდი მადლობა რომ ისაუბრეთ ამ ორ ნაწარმოებზე. თქვენ ეს ორი ნაწარმოები, ეს ორი წიგნი გამოიცა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 10 სტიპენდიას გავხსნით ფრანგული ნაწარმოებების ქართულად თარგმანისთვის. რა თქმა უნდა, არიან ქართველი ფრანკოფონები, რომლებსაც შეუძლიათ ფრანგულ ენაზე წაიკითხონ ნაწარმოებები, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება, ვისაც ფრანგული ენა არ იცის, რომ ეს ნაწარმოებები ქართულ ენაზე წაიკითხონ.
მე როგორც ვიცი სტუდენტებს რომლებიც სწავლას განაგრძობენ საფრანგეთში აქვთ ექნებათ ერთგვარი ვალდებულება საქართველოს მიმართ და ეს ბუნებრივიც არის იმიტომ რომ როდესაც საქართველოს უშვებს სახელმწიფო დაფინანსებით სასწავლებლად მას სურს ბუნებრივია რომ აი ამ ცოდნით დატვირთული იგი დაუბრუნდეს სამშობლოში და არ იყოს ისეთი შემთხვევა როდესაც თქვა სტუდენტი გადაწყვეტს რომ დარჩეს საფრანგეთში ხომ რა ვალდებულებებზია კონკრეტულად ეს არის სამწლიანი ვალდებულება რომლის გათვალისწინებითაც კურსდამთავრებული ბრუნდება საქართველოში და საქართველოში იწყებს მუშაობას ჩვენი დახმარებით დიდ შემთხვევაში საჯარო და სახელმწიფო სექტორში. ანუ ის მომენტი არ იქნება თუ დაბრუნებულმა ვერ მოახერხა საკუთარი ძალით თქვათ პოვნა ადგილის დასამსახურის თქვენ მზად ხართ რომ ხელი შეუწყოთ იცით როგორ არის ახლა მაგალითად წინა პროგრამას უბრალოდ ჩვენი ყველაზე უფრო დიდი ფლაგშიპ პროგრამას ვეძახით ყველაზე უფრო დიდი პროგრამა საიდანაც 115 სტუდენტი არის დაფინანსებული წლეულს და შარშანდელი კოჰორტიდან უკვე დაგვიბრუნდა 14 აპლიკანტი 14-დან 13 უკვე დასაქმებული არის საჯარო და სახელმწიფო სექტორში ერთი ელოდება დასაქმებას ახლა იანვრის ბოლომდე ახალი ჯგუფი ჩამოგვივა ისევ უკვე კურსდამთავრებულების და მათაც გვაქვს ეგეთი პროგრამა, რომელსაც დასაქმების პროგრამა ქვია. სტუდენტებს არა მხოლოდ ის, რომ თქვათ, უბრალოდ ვეხმარებთ, ეს ჩვენი ვალდებულებაც არის ამ პროექტის ფარგლებში. რაც შეეხება ფრანგულ პროგრამა დამთავრებულებს, ამ შემთხვევაში ვალდებულება, როგორც ესეთი სახელმწიფოს არ აქვს, რომ დაასაქმოს, თუმცა ჩვენი ძალიან დიდი ინტერესია. და ინტერესია. დიდი ინტერესია. და მინდა გითხრათ, რომ მთელი რიგი უწყებებისა გვიკავშირდებიან თვითონ და გვთხოვენ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს, CV-ს. ანუ მოთხოვნა დიდია და პრინციპში შანსი იმის, რომ დარჩეს ვინმე ისე ძალიან მოთხოვნა არის და სტუდენტებსაც უბრალოდ კურსდამთავრებულებსაც არ უნდა ქონდეთ იმისი შიში, რომ თქვათ იმ შემთხვევაში თუ მათ მიიღეს ეს შეთავაზება, იქნებ ეს ისეთი შეთავაზება არ იყოს, რომელსაც წინიელიან. გამომდინარე კადრების სინცირიდან პრინციპში ჩემი აზრით, როდესაც უკვე ვესაუბრეთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, მათ იმაზე უფრო ბევრად უკეთესი შეთავაზება მიიღეს, ვიდრე ელოდნენ. და თქვათ აი мотиваციის აი რას აქცევთ ყურადღებას мотиваციიდან? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? შერჩევისას ძალიან კომბინირებული არის თვითონ ეს პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს უნდა იყოს ის სპეციალობა, რომელიც ყველაზე უფრო მიესადაგება დღესდღეობით, თქვათ სახელმწიფო საჭიროებას დეფიციტს რაღაცა დარგში. მინდა გითხრათ, რომ აი შარშან მაგალითად 13 ივნისის ტრაგედიიდან გამომდინარე მოხდა ის, რომ ვთქვათ, ჩვენს წლევანდელ პროგრამაში 6 ურბანისტი დაფინანსდა. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ურბანისტები საჭიროა რომ დღესდღეობით თქვა ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინათ უბრალოდ ურბანისტები. განსხვავება თუ არის ძალიან იმას შორის რა დაამთავრე ბაკალავრიატი და სრულიად სხვა გადაწყვეტა თქვა ამას თუ მიექცევა ყურადღება და შანსი თუ ექნებათ რომ მაგისტრატურაზე რაღაც ახალშიც ადონ ბედი იმიტომ რომ ხშირად ხდება რომ ბაკალავრიატში ჩაბარების დროს არ იცი რა გინდა ხები რომ შეცდომა დაუში მეტყობა ხო რომ საკუთარ მაგალითზე საუბრობ და გინდა რომ რაღაც სხვა გაკეთო. ზოგადად თუ არ არის ეს შემზღუდავი პროფესია როგორც არის იურისპრუდენცია და მედიცინა, როგორც წესი არ უნდა ექცევოს, ანუ აკადემიურად მაგას არ შეიძლება რომ ექცეოდეს დიდი ყურადღება. თუმცა თუ თქვენი გამოცდილება ასევე უბრალოდ თქვენი გადაწყვეტილება გამაგრებულია რაღაც გარკვეული გამოცდილებით, მოთხოვნა როგორც ესეთი ერთწლიანი მუშაობის ამ პროგრამაში არ არის, თუმცა თუ გაქვთ ეს გამოცდილება, გეხმარება, ძალიან გეხმარება. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, როგორც მოხდებით, მაინც ზედას. ასაკობრივი შეზღუდვა არის, ზედასხმარი არის ასაკობრივი, თუმცა როგორც წესი საქართველოსთვის ძალიან მისაღებია, 35 წლამდე, 30-35 წლამდე, სხვადასხვა პროგრამებში სხვადასხვანაირად არის. ასევე საინტერესოა ფრანგულ-ქართული კომისია თუ გაითვალისწინებს სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე იძულებულად გადაადგილებულ პირთა. ეს არ არის კომისიის გასათვალისწინებელი, ეს არის ადმინისტრაციული გადასახადის გასათვალისწინებელი. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი რაღაც გარკვეულ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს, მათ უკვე ადმინისტრაციული ქულა უჯდებათ, ანუ ეს საბუთების გადასინჯვის დროს უკვე ადმინისტრაციული ქულა ეწერებათ. ჩვენ გვყავდა ესეთი აპლიკანტი ერთი სამწუხაროდ მხოლოდ შარშან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და რა თქმა უნდა ეს აისახა მის დოკუმენტებში ადმინისტრაციული ქულა. ასევე საინტერესოა ჩვენ აღნიშნეთ რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ-ფრანგული მხარე გაერთიანდა. თუ იგეგმება საქართველოს მხრიდან უკვე ევროპის სხვა ქვეყნებთან ან ამერიკის ამ ეტაპზე შემდეგ კვირას ვხვდებით ამერიკის მხარეს, რომ მოვილაპარაკოთ სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. და ასევე ვცდილობთ დავიწყოთ მუშაობა გერმანიასთანაც, რომთანაც უკვე პირველი ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. თუმცა მაინც მიმაჩნია რომ პირველი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და ფრანგული მხარე ნამდვილად პირველი
პირველი იყო ამ გზაზე და შესაბამისად მიგვაჩნია რომ ის თუ როგორ წავაწლევანდელია ეს პროგრამა, როგორი შერჩევა იქნება და როგორ დავიბრუნდებიან სტუდენტები, ანუ აუთფუტი ეგეთ წოდებული პროგრამის რა იქნება, იმედი გვაქვს რომ სხვა პროგრამებიც მათ ესე წარმატებულ გზას გამოცდილებას გაიძიებენ. თუ მოიაზრება თქვა ორმხრივი თანამშრომლობა რახან საუბრობთ, აი თქვა იგივე ფრანგი მკვლევარებისთვის საქართველოს რამდენად საინტერესო რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და გააკეთონ კვლევებს. Alors, ça, c'est un travail qui nous revient. ეს არის სამუშაო, რომელიც ჩვენი ინტერესის სფეროშია. ჩვენი ერთ-ერთი მისია არის. ეს არის ჩავაწევს პოპულარიზაცია საქართველოში სამეცნიერო კვლევითი სამუშაოებისთვის. Les choses se sont un petit peu dégradé par rapport à l'époque soviétique. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ამ სფეროში ცოტათი უკან დახევა მოხდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ უფრო და უფრო გააქტიურდა ეს სფერო და მაგალითად შემიძლია ხაზი გავუსვა ერასმუსის პროგრამას, რომელიც ახალისებს როგორც სტუდენტების, ასევე მკვლევარების მობილობას სამეცნიერო კვლევებისთვის და არის სფეროები, რომელსაც საფრანგეთსა და საქართველოს შეუძლია საკმაოდ ნაყოფიერად იმუშაოს. ეს არის მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა, არქიტექტურა, ურბანიზმი, როგორც ხალხმა აღნიშნა. ჩვენებაზე მუშაობას სიტუაცია შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება ეს ჩვენი შეცდომაც არის, ჩვენი ბრალიც იყოს და ჩვენ ამის გასავითარებლად უფრო და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ვინაიდან თქვენი იცით რომ ჩვენი ერთ-ერთი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის რომ საქართველოს დაუახლოვდეს ევროკავშირს. მე მგონი ეს პროექტი სწორედ ამასაც ისახავს ბევრ სხვა რამასთან ერთად მიზნად რომ მართლაც დაუკავშირდეთ უფრო მეტად დავუახლოვდეთ რომ დიდი ისტორია აქვს უამრავი ქართველი ისტორიული ფიგურა სწორედ საფრანგეთის გავლით საფრთხე და საქართველოში მიიღო განათლება დაწყებული მე-19 საუკუნიდან ჯერ კიდევ. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. 11 თებერვლამდეა შესაძლებელი აპლიკაცია. 11 თებერვლამდე არის ონლაინ რეჟიმში სააპლიკაციო პროცესი. თუ რამის შეცვლა მოგვინდა თქვა დღეს შევავსეთ და 11 თებერვლამდე დრო არის შესაძლებელი. თქვენი სააპლიკაციო პროცესი არის თქვენ გაქვთ ფასვორდი და შესაბამისად ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალა. ოღონდ 11 თებერვლამდე. ასევე მინდა გითხრათ რომ 11 თებერვლამდე ჩვენც და ფრანგული ინსტიტუტით ვატარებთ შეხვედრებს სტუდენტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ასე რომ ადევნეთ თვალი ჩვენს ვებგვერდს და მოდით შეხვედრად. ასევე დიდი მადლობა ფრანგულ ინსტიტუტს არსებული თარგმანებისთვის და პროექტისთვის თარგმნილობის. დიდი მადლობა სტუდენტებს მოდი წარმატება ვუსურვოთ და შევისვენოთ სულ ცოტა ხნით რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.